როგორ გამოვიმუშავოთ პირველი $1000 სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ყურადღებით მომისმინე, მე რო არ მითხრა, რომ უფასოდ არაფერს ამბობო, მხოლოდ ფასიან კურსებში გაქვს რაღაც სასარგებლო ინფორმაცია. გამარჯობა, მე ვარ გიორგი კორძახია, ინფომეგრელი. და ამ ვიდეოში გასწავლი ფულის გამომუშავებას. პირველი რაც უნდა გააკეთო, რაც თითქმის არავინ არ ამბობს. მიბაძო სხვას. დასაწყისში, როცა არც იდეები გაქვს, არ იცი რა გააკეთო საერთოდ, გჭირდება ადამიანი, ვინც უკვე რაღაცას აკეთებს, რაღაცას წარმოადგენს და რაღაც შედეგი აქვს უკვე მიღებული. შესაბამისად, რა უნდა გააკეთო შენ? არ დააკოპირო, უბრალოდ მიბაძე. ახლა ვისაც უყურებ, აერჩი ექინა 5 ტიპი, ვინც ყველაზე მეტად მოგწონს და ამ 5 ადამიანის არითმეტიკული შეადგინე, 5-ვე საერთო აზროვნება, ინტერესები, ჩვევები, რას აკეთებენ იქნებიან ის ფიტნეს ინსტრუქტორები, თუ ასწავლიან სხვას უძრავი ქონების შეძენას, რომელიც არის ყველაზე ახლოს შენს ინტერესებთან და შენს ხედვასთან, ისინი აირჩიე და როდესაც 5 ადამიანიდან საერთოს აიღებ, ეს უკვე დაკოპირება არ არის. ეს არის ანალიზის ჩატარება. ახლა უკვე იცი, ვის ბაძავ, დანარჩენი ინფორმაციული ველი მაქსიმალურად გაფილტრე, ანუ ის ადამიანები, რომლებიც არ ქმნიან შენთვის სასარგებლო ინფორმაციას, დაანფოლოვე და მხოლოდ ამ 5-ის ირგვლივ ვიტრიალე. მეორე ნაბიჯი დაიწყე კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებში. ბოდიში, მაგრამ ამის გარაშე დღეს თვით რეალიზაცია ძალიან რთულია. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, იქნება ეს 1000, 2000, 5000, თუნდაც $10000 ყოველთვიურად, შენ უნდა შექმნა კონტენტი, რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის შენ შესახებ, მით უფრო დიდარი ხარ. თუ რა თქმა უნდა იცი ამ ყურადღების გადათარგმნა ფულში. შექმენი კონტენტი როგორ იქნება? პირველი, გასკრიპტე. წინასწარ როცა იცი რა გაქვს სათქმელი ვიდეოში და დასაწყისში როცა არ გაქვს არანაირი გამოცდილება კამერასთან, დაიბნევი, შეიძლება ძალიან მაგარი ტექსტი გიტრიალებდეს თავში, მაგრამ კამერას როგორც კი ჩართავ, დაგავიწყდეს ყველაფერი, ხო? ამიტომაც წინასწარ გასკრიპტე, შეგიძლია ლეპტოპი გედოს წინ და კამერა ჩართული ქონდეს აქ და ყოველი 1-2 წამების მერე ჩაიხედო, შემდეგ კამერაში თქვა, ჩაიხედო, კამერაში თქვა და მე ამ ჩახედვებს ამოჭრი მონტაჟით და ვერავინ ვერ გაიგებს ამის შესახებ. სკოლაში ხო არა ხარ, რომ ზეპირად ისწავლო ყველაფერი და ისე თქვა. დაივიწყე ყველაფერი, რაც გასწავლე სკოლაში, თუ გინდა გახდე წარმატებული. ასკრიპტვის მერე, რა თქმა უნდა, დაიწყო თავად გადაღება. გადაღება შეგიძლია iPhone 11-დან ძალიან მაგარი ხარისხი შეგიძლია დადო უკანა კამერით თუ გადაიღებ. Samsung-ები, Pixel-ები, რაც არ უნდა გქონდეს, უბრალოდ დაიწყე გადაღება, მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც iPhone 7-იც რომ გქონდეს. გახსენე კამერა და დააჭირე ჩაწერეს ღილაკს. იმიტომ რომ მე რო არ დამეწყო General Mobile-ით გადაღება, რომელიც 200 ლარი ღირდა, არ ქონდა არანაირი ხარისხიანი მიკროფონი, კამერა ქონდა 1.5 მეგაპიქსელი დაახლოებით თუ რაღაცა საშინელ ხარისხს იღებდა. აი მაშინ რო არ გადამელახა კამერის კომპლექსი, აზრების ჩამოყალიბება კადრში, ვერც ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო, ვერც ვიყიდი ბოლო ტექნიკას, რაც ახლა მაქვს ხელში. არაფერი ეს არ იქნებოდა, მაშინ რო არ დამეწყო იმით, რაც ხელთ მქონდა. დაიწყე იმით, რაც ხელთ გაქვს. და მესამე კონტენტში, რა თქმა უნდა, ეს არის მონტაჟი. დამონტაჟება დღეს არ ვიცი, ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. მე როცა დავიწყე მონტაჟი, მაშინ არც მაგარი კამერები ქონდა ტელეფონს, არც ტელეფონი ამონტაჟებდა ვიდეოს, იმიტომ რომ არ იყო ასეთი ძლიერი პროცესორები. და მონტაჟი მიწევდა დანგრეულ ლეპტოპზე. ან მიწევდა ისე გადაღება იმ დანგრეული ტელეფონით, რომ ერთ დუბლშივე მეცქვა ყველაფერი, რის გამოც 15, 20 და 30 დუბლს ვიღებდი, სანამ ერთ სტორის გამოვაქვეყნებდი. გასაგებია კონტენტი, ეს არის სკრიპტი, ეს არის ჩაწერა და მონტაჟი. სულ პირველი პუნქტი იყო მიბაძე სხვას. მას ვინც გევასება და აირჩიე 5 ადამიანი, ვის ხედვასაც გააზიარებ. ამის მიხედვით გადაიღე შენებურად, შენი ხედვით კონტენტი და მესამე პუნქტი ისევ დააკვირდი ამ 5 ადამიანს კონკრეტულად რას ყიდიან და შექმენი შენებური პროდუქტი. რა შეიძლება იყოს შენებური პროდუქტი? მაგალითად, ზოგი ადამიანი არა მხოლოდ წონის დაკლებას ასწავლის ინტერნეტში, ან ფიტნეს ინსტრუქტორია, ან კოუჩია, ან ფსიქოლოგი. არამედ ახლა ხანს კიდე ერთი ძალიან მაგარი ონლაინ პროფესია გავიგე. ერთი ქალბატონია ასწავლის ემიგრანტებს როგორ გადადონ თანხა და დაიწყონ ინვესტიციები. შესაბამისად, ესეთი სერვისი როცა არსებობს, ის უფასო ვერ იქნება და ამაშიც ხალხი იქნება მზად გადაგიხადოს თანხა. მაგრამ თავიდან ეს ფასეულობა უნდა შექმნა ბაზარზე. ფასეულობა შეიძლება იყოს ონლაინ კურსი, შეიძლება იყოს შენი პირადი VIP კონსულტაცია, რომელიც ეღირება მაგალითად 500, 1000, 2000 ლარი. გააჩნია რამდენად აფასებს საკუთარ დროს. ფიტნეს ინსტრუქტორს აქვს ჩაწერილი ვიდეო ლექციები და შეიძლება Zoom შეხვედრებიც კონდეს ერთ-ერთზე ვარჯიშისას, რაც ცოტა ძვირი ეღირება, ვიდრე მშრალი მასალა ონლაინ კურსის. იგივე ეხება ფსიქოლოგებს, კონტენტ კრეატორებს,
კონტენტ კრეატორები, რომლებიც ასწავლიან სხვას, როგორ გახდნენ კონტენტ კრეატორები. მეოთხე პუნქტი იქნება მოლაპარაკებების სწავლა, ანუ გაყიდვები. როდესაც შენ გაქვს შექმნილი პროდუქტი, იდეები გაქვს, იცი კონტენტის შექმნა, უკვე შესაბამისად იზიდავ ყურადღებას, წერენ პირადში, დახმარებას ითხოვს ხალხი შენგან. ახლა მთავარია აქ ისწავლო, როგორ მიიყვანო ეს ყველაფერი გაყიდვამდე. იმიტომ რომ სანამ შენ არ გაყიდი, შენ არავის ეხმარები. კიდევ ერთხელ, სანამ შენ არ ყიდი, შენ არავის ეხმარები. ნამდვილი დახმარება მაშინ, როდესაც ადამიანი ფასეულობაში იხდის ფასს, ანუ თანხას. მე ყველაზე მეტად გაყიდვები ერთმა ძალიან მაგარმა წიგნმა მასწავლა, რომელიც იყო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ადამიანებთან და არა გაყიდვებზე და ჩემი აზრით ერთი და იგივეა. თუ შენ გინდა იყო ძალიან მაგარი მოლაპარაკე, უნდა იცოდე უცხო ადამიანთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამაში კი დაგეხმარება დეილ კარნეგის ყველაზე მაგარი წიგნი, შეიძლება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე. აუცილებლად წაიგითხეთ თუ არა გაქვს საკითხული. სულ ეს არის და დამიჯერეთ თუ ამ პუნქტებს შეასრულებთ, რაც ახლა ჩამოგიყალიბე, $1000 იქნება სამარცხვინო თანხა, რასაც შენ ამ უნარებით გააკეთებ. იმიტომ რომ იტყვი ამდენი რაღაცა ვიცი და $1000 ვაკეთებ თვეში, რანაირად, როდესაც შემიძლია 5 და 10-იც გავაკეთო. თავარია ახლა ეს ინფორმაცია რომ მოისმინე, ადექი და დაიწყე მოქმედება. თუ დახმარება დაგჭირდა, Instagram-ზე მომწერე და ვიბაასოთ.